მეორე დღეა შეფასებების თემა ევროპარლამენტში მიღებული გამჭვირვალობის ახალი წესები, რომელსაც განსხვავებულად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია. გუშინ ევროპარლამენტის შიდა ბაზრის და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს, რამაც ევროკავშირის ქვეყნები უნდა დაიცვას შესაძლო უცხოური გავლენებისგან. ამ გადაწყვეტილებას ორმაგ სტანდარტად აფასებენ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ სწორედ გამჭვირვალობის კანონის გამო საქართველოს მისამართით ევრობიუროკრატების მხრიდან არაერთი უსაფუძვლო ბრალდება ისმის. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირის მიერ ინიცირებული გამჭვირვალობის კანონპროექტს საერთო არაფერი აქვს საქართველოში მიღებულ რუსულ კანონთან. ევროპარლამენტში განხილული პროექტი ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რაც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ისახავს მიზნად, თუმცა არ ვრცელდება სამთავრობო, დიპლომატიურ, მედია, იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობაზე. სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ლობირებასთან არ არის დაკავშირებული, გამონაკლისია. თითოეული ქვეყანა შექმნის ლობისტების რეესტრს, რომელსაც დამოუკიდებელი ორგანო მართავს. მოქალაქეებმა ეს მოითხოვეს, მათ სურთ იცოდნენ, ვისი ხმა და ფული განსაზღვრავს კანონებს. ევროპელთა 81% შეშფოთებულია მესამე ქვეყნების ფულის გავლენით, განაცხადეს ევროპარლამენტში. ყველა ქვეყანა ზრუნავს იმაზე, რომ გამჭვირვალე იყოს ფინანსები, თუმცა საქართველოში გამჭვირვალობაზე არ ზრუნავდნენ. ყველა დაინახა, რომ ეს იყო ავტორიტარიზმის დამყარების, ასე ვთქვათ, სახელმწიფოში შეტანილი გადაწყვეტილებები, ანუ ერთი მხრივ ხდება პოლიტიკური სპექტრის განადგურება, მეორე მხრივ ხდება სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, ამიტომაც როცა გსურს რომ პარალელურად გავავლოთ ევროპასა და საქართველოს შორის, ეს უბრალოდ არაადეკვატური გახლავთ სამწუხაროდ, იმიტომ რომ საქართველოში ესეთი კანონები მიღებული იყო არა გამჭვირვალობისთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომაც არის რუსულ კანონად ეს ცნობილი და დალექილი საზოგადოებაში და არა გამჭვირვალობის კანონად. როდესაც აღნიშნული სულების და ინიციატორი განცხადებას აკეთებდა, პირდაპირ მითითებული იყო, რომ დიახ, გამჭვირვალობა ეს არის დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. დიახ, ჩვენც ვიზიარებთ ზუსტად აღნიშნულ დამოკიდებულებას და ამიტომაც იყო, რომ 2023 წელს, 2024 წელს ინიცირებული და მიღებული იქნა ქართული გამჭვირვალობის კანონი და ამის შემდეგ უკვე ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი ფარას სახით. სამწუხაროდ ხედავთ, რომ რაც ევროკავშირისთვის მისაღებია, ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატიისთვის მისაღებია, ამის მიღებას გვიგზავნებდნენ ჩვენ და პირდაპირ რუსულს უწოდებდნენ. ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც მუდმივად მოედინება ევროკავშირიდან, ბუნებრივია ევროსკეპტიციზმის საფუძველს ქმნის ჩვენ საზოგადოებაში. გამჭვირვალეობა, რაც არის ესოდან მნიშვნელოვანი ნებისმიერი დემოკრატიული ღირებულებისთვის და ევროკავშირისთვის, ასე უნდა იყოს. მათი აზრით, საქართველოსთვის ეს იყო მიუღწეველი ბენეფიტი საზოგადოებისთვის, ხოლო მათთვის ევროკავშირში გამჭვირვალეობა არის მნიშვნელოვანი, ამიტომაც ისინი იღებენ რეგულაციებს, ხოლო ჩვენს ქვეყანას, ქართველებს აძაგებენ იმის გამო, რომ ზუსტად ანალოგიური რეგულაციები იყო თავის დროზე მიღებული ჩვენს ქვეყანაში.